სახელი მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო თავიდანვე როცა მერთმა შექმნა ადამი და ევა შექმნა ბედნიერი და სამოთხეში ყოფნი ეშმაკ შეშურდა და იქიდან მოყოლებული ბოროტი ძალა სატანა და მისი მთელი არმია ბოროტი ძალები უხილავი ბოროტი ძალები ებრძვიან ადამიანს და ეს ისტორიიდან ჩანს ძალიან კარგად ბიბლიური ისტორიიდან სამოქალაქო ისტორიიდან ეს აშკარა ეხლა აი როგორც თქვა სულელმა არ არის ღმერთი აი ესე უნდა იყო მართლა უგუნური რომ ეს ვერსიამში თუ ანალიზის უნარი გაქვს ადამიანს რომ ადამიანზე მოქმედებს ბოროტი ძალები კაინმა მოკლა აბელი და ასე შემდეგ შემდგომ ნოეს დროს ესე იგი იყო საშინელი ძალადობა ჩაგვრა მამათმავლობა საშინელება აშკარად ეშმაკი ჩარეული მე მოხდა ის რაც ვიცი წარღვნა იმის შემდეგ კაცობრიობა გამრავდა და ერთადერთი აბრაამი იყო წარმოიდგინეთ რა ქნა ეშმაკი რომელსაც წამდა ღმერთი კაცობრიობაში არ იყო მორწმუნე აბრაამმა თავის ოჯახი და თავის მდიდარი კაცი იყო და თავის მსახურები და იმათ უგადაგა ღმერთი და ესე გადაარჩინა წმინდა ასე შემდეგ ეხლა ისტორიას დიდ ანალიზს რო გავუგებ დიდი დრო დარჩა ასე არის აგერ ახლანდელი დრო ავიღოთ ჩემო ძვირფასებო მანამდე კიდე საქართველოს გაქრისტიანება რომ ეშმაკმა რომ დაინახა რომ საქართველო უნდა გაქრისტიანებოდა ჭეშმარიტ გზაზე დამდგარიყო ნინოს ღვთის ქრისტეს ძალით მაგრამ ნინოს მეოხე მეშვეობით თქვენ იცით ქართლის ცხოვრებიდან საშინელი ზმანება და ეშმაკმა მოულინა ქართველებს საშინელი ეშმაკეული გამოცხადება რა ვითომ ომი იყო საშინელება რო ჩავარდნიყო სასწარფეთილებაში აი ესე იბრძვის ფაშიზმი ჩემო ძვირფასო წარმოიდგინეთ ცივილიზებულ ვითომ ევროპაში ფაშიზმი ეშმაკის სიყვარული რა იყო კომუნიზმი ხო გვაქვს ყრილობები 25 და ყრილობა და რა ხდებოდა ფერზე დამდგარი დაშუკრავდნენ ჩინეთზე აღარ ვამბობ ასე შემდეგ ეს მოვლენები რა ხდებოდა ეშმაკეულობა ეხლაც ეშმაკეულობა არის პრაიდი რომ უნდა ჩაატარონ ყველგან ეს ხო ეს სუპერ ეშმაკეულობა შეიძლება ეს ის კომუნისტური თავყრილობა ჯობდა 1000 ჯერ ამას ხო პრაიდს წარმოიდგინე ეშმაკი რასაკეთებს როგორ პროგრესირებს იმათ ადამიანებში სადამდე მივიდნენ რომ უნდა დააკანონო რომ კაცი კაცზე დაკორწინდეს ხალი ხალზე და ეს გამოცხადო ნორმა საშინელი ეშმაკეულობა ყველა დიდ მამას სისოიდიც პიმენდიც თეოდოსდიც ეფთიმედიც ყველა ვინც იყო დიდი 12-დან შემდეგ 70 და მეტი ყველა ვინც დიდი მამა იყო სიკვდილის წინ ეშმაკი ბოლო ბრძოლას უცხადებდა მაგალითად ერთ-ერთ დიდ მამას ეულებოდა 5-6 წამით ადრე სანამ გავიდოდა შენ უკვე 64-ში ხარ შენ უკვე ცხონდიო არა სხვა მამას ეუბნება რომ აი შენო თამდაბლობით მაჯობეო ერთი წუთი იყო დარჩენილი გასვლა არა მე თამდაბლობა საერთოდ ცხოვრებაში არ გამიკეთებია ეშმაკს ეუბნება წმინდა მამა და ასე შემდეგ და ასე რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრებაც ესა თუ კარგად დავიკვირდებით ეშმაკი ძალიან მაგრამ გვებძვის ძალიან მაგრამ ეხა არ ებძვის იმათ, მაგრამ იმათ რაღა ბრძოლა უნდა ვინც ნარკომანები არიან, რაღაც უნდა იყოს ბრძოლა, ვინც რუშობაში კვდება, ვინც მამათმავალია, ვინც იმათ რაც უნდა ანეშმაკის ზეწოლა, ისედაც უკეთ სუდათ არიან და
როგორც კი დაიწყებს ბრძოლა. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეთ. 64-ში ვიქნებით იმ შემთხვევაში თუ შევინახავთ. იმიტომ რომ ცოდვამ დააკარგინა 64 ადამს და ევას და სინანულმა მიიყვანა ღმერთთან დე. აი ეს ქვეყანა არის ჯოჯოხეთი, ხო ხედავთ რა არა? თუმცა ჩვენი უძღვრების გამო და სასვენებაში რა ჩავედით, შვენიერიც არის ეს ქვეყანა, ხო? შვენიერიც არის, რომ არ ჩავარდეთ სასვენებაში. ჯერ მარტო რა დღის ეს ბუნება, რა დღის ეს მზის ამოსვლა, ჩიტების ჩიქჩიკი, სამჯერ ჭამა უნდა ადამიანს და ნუგეში ქვია, რელიგიურად ქვია, ამას ნუგეში. განაიზა რაღაცა, გორმუცელოვე რელიგიურად ჩვენ წიგნებში წერია პირდაპირ ნუგეში. საჭმლის მიღებას ქვია ნუგეში. ქრისტესგან ნუგეში. გამიგეთ? შვენიერია ხო რო გშია და კაი საჭმელს მომზადებ და რო შეჭამ თან დღეში სამჯერ შვენიერია წარმოიდგინე, ხო? ზოგი მეჯერად ჩავს. ხო და აი როგორ არის, მაინც შვენიერია, მაგრამ ისე რომ ვთქვა, დიდი სიღრმისეულად ჯოჯოხეთი არ არის. სულ ომი დასდევს ადამიანს. სულ ომი. აი ნებისმიერად თქვენთაგანმა დააკვირდით თქვენ ცხოვრებას. მე ხშირად მიყვარს, რომ დავიბადე 16 წლის უკან იყო დამთავრებული წინ. მეორე მსოფლიო ომი, რა ცოტა მანძილი და თითქმის რომ დამთავრდა ომი და დავიბადე მეც მალე. იმის მერე სულ გონკა არ უჟენია მესმის, რაც გავიზარდე. და სერიოზულად იყო, სერიოზული და მოყოლილი მაქვს მე 63-ში 2 წლის თუ 3 წლის რომ ვიყავი, ომი დაიწყო თუ 4-ში, 5-ში აღარ მახსოვს. ჩინეთმა ომი დაუწყო საბჭოთა კავშირს, მაშინ დიდი შეიარაღება ჰქონდა როგორც ეხლა საბჭოთა კავშირს, რუსეთს და ძალიან დიდი წარმატებით უკანძლია, მაგრამ დაიწყო ეს საშიო. თუ გახსოვთ, რომელი წლები იყო, აღარ მახსოვს რომ კენედიმ ბრძანება გასცა, ყველა თვითმფრინავი მოამზადა და იწყებოდა ომი. საბჭოთა კავშირში ამერიკაში სულ დაძაბულობა იყო, სულ დაძაბული. ხრუშოვის დროს შევიდნენ, ხო, ხრუშოვი. ბრეჟნევის დროს შევიდნენ ავღანეთში, ომი დაიწყო, ნუ სულ ომი. მერე ქართველებს როგორ გზავნიდნენ ამ ავღანეთში და ყველა რომ ცდილობდა ქართველები, მშობლები არ გაიგზავნათ, ხო გახსოვთ. ეხლა არის და აეხლა თუ არის, გონკა არ უჟენია, კომებია იმასთან შედარებით, რაც ეხლა დაიწყო და თუ გაგზავნა ხო იცით რაც მოხდა რა. დედა რომ შვილს ხელში არ აიყვანს გამოთქმარო, ესეთი ამბავი მოხდება მთელ სოფლიოში. ნახოთ როგორი სასწაულებრივად მშვიდობა საქართველოში, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ თუ დაიგზავნა საქართველოს ყველგან აიქნება გაჩვენა. აი ესეთი ეს ცხოვრება ჩემი ძილას. აი ესეთი და ეშმაკი მუდამ იბრძვის და ვინ აკეთებს ამას? ეშმაკეულები, ანტიქრისტიანები. აი ახლა წარმოიდგინეთ, ომის საშუალება, დიდი საშუალება. ომი აღარ იყოს და ეს ანტიქრისტიანი ძალები აღვივებენ და აგზელებენ ამის ჩართვას. ესეც საშინელია. ხო და ესე იგი სულ აი ესეთი მდგომარეობა და ჩვენ მხოლოდ ბედნიერები ვართ, მაშინ თუ ვართ ქრისტესთან. იმიტომ ქრისტეს მშვიდობა ჩვენ გვაძლევს უკვე იმის საშუალებას, ქრისტეს მშვიდობა, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და ვიყოთ 64-ში მანამდე, სანამ მერთმა გვაღირსოს მერე 64. ყველანაირად ჩანს, რომ ეს ცხოვრება არ არის 64-ის ადგილი, რომ ამ ცხოვრებას დავტოვებ და მთავარი არის მარადიული. როგორმე მოვიპოვოთ მარადიული ბედნიერი ცხოვრება. როდესაც დაიწყეს მოციქულებმა, მაცხვარი იმიტომ ამბობს, მოციქულებით განიკითხებითო. იმიტომ რომ ისეთი სასწაულები მოახდინეს, მე უბრალოდ ჩამოთვლა, ეხლა ძალიან ბევრია. ერთ-ორ ადგილს ვიტყვი, რომ თქვენს მოხაზოთ. მოციქულებიო, საქმე მოციქულთას მეოთხე თავშია 33. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ ქრისტეს აღდგომას. და დიდი მადლი იყო, დიდი ძალით ნიშნავს, რომ წრებს აღგინებდნენ, კოჭლებს უნავდებდნენ, სასწაულები ხდებოდა. გამიგეთ? მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა მოციქულების მიერ. საქმე მოციქულა 5-ის 12.
ავადმყოფები ქუჩაში გამოყავდა სარეცელზე, საწოლებზე, რომ პეტრეს ჩრდილს ჩაევლო, იმიტომ იმდენი ხალხი და ჩრდილი კურნავდა მაგ. გესვით რა ხდებოდა? ამის მერე რომ ვინმე არ იწამებდა ქრისტეს. იმიტომ ამბობს ვაცვარი, მოციქულებით განიკითხებით. ნუ აღარ ვამბობ გამოვტოვებ რა ხდებოდა შემდეგ, ასევე ერთი კიდე დავამატებ, რომ პავლეს ხელით ბევრი სასწაულს ახდენდა ღმერთი, ისე რომ ხელსახოცები, წელსახოცები ადებდნენ პავლეს და შემდგომ ავადმყოფებს ადებდნენ და ყოველნაირი ავადმყოფობა იკურნებოდა. გესვით რა ხდებოდა? შემდგომ უკვე 300 წელი იყო ქრისტიანების დენევნა. სასწაულები ხდებოდა, დღეს პანტელეიმონის ხსენებდა. სასწაულები ხდებოდა, ჩემო ძვირფასი. 300 წელი იყო, 3 საუკუნე იყო დადასტურება მთელი 3 საუკუნის ქრისტეს ჭეშმარიტებას. პანტელეიმონი, აი როგორც პეტრე და პავლე ხო თავ მოციქულთა, სრულიად სამართლიანად შეიძლება ვთქვათ, თავ მოწამეთა არის წმინდა გიორგი და პანტელეიმონი. მე ძალიან დაკვირვებით აი ვაწარმოებდი პირდაპირ აი ისე ვამოწმებდი რა, იმიტომ რომ უფრო მოწამედ, დიდ მოწამედ ითვლება გიორგი და იგივე წამებებია გავლილი პანტელეიმონს. აი სადღაც აი ძალიან უნდა დააკვირდე რომ მიხვდე რომ წმინდა გიორგი უფრო დიდია, ამიტომ არის თავ. მაგრამ უფრო დიდი რო ვამბობ, დიდი აი ერთნაირად გამიგე. დღეს სასწაულია პანტელეიმონი. აი მაგალითად 300 წელი რო ვამბობ, ხო? პანტელეიმონი რო აწამეს და თავი მოკვეთეს, რძე, სავსე რძე გაავსეს ჭურჭლები და სისხლი. და ეს ამას ინახავდნენ 10 ისტორია 1000 საუკუნის შემდეგ აღარაფერს ამბობს, დაკარგულია ისტორია. 10 ანუ დაახლოებით 6 საუკუნე, ჩემო ძვირფასები, 6 საუკუნე. ინახებოდა რძე გადმოსული პანტელეიმონის სხეულიდან და სისხლი, როგორც დასტური ჭეშმარიტება. ანდა ჩვენი სვეტი ცხოველი ავიღოთ შემდგომ მე-16 საუკუნის ჩათვლი მირონის დიოდა. გესმით თქვენაც ჩვენ სვეტი ცხოველი. ეხლა ხომ შრალათა მე-16 ესე იგი 4 საუკუნიდან 12 რამდენი გამოდის? 12 საუკუნი 13 საუკუნი. არ იყო საქართველოში არავინ ათეისტი, იმიტომ რომ შეიძლება ათეისტი აღარ ვინმე ეს რო გაჩენოდა, აგერ მიიყვანდა ბაბუა შვილიშვილს და ეთქოდა აღარ შვილო მირონი ხოზდის. არც არავის მოსვლია თავში. და საუკუნეების მანძილზე ზოგჯერ ხდებოდა რომ ასე ვთქვათ ღმერთი აიღებდა ამ სასწაულებს. რატო? იმიტომ საჭიროება აღარ იყო. ყველას წამდა, ყველა ვისაც უნდა ეწამა და ვისაც არ წამდა იმათვის ღმერთი რა თქმა უნდა ახდენდა სასწაულს. თუ რამე საჭიროება იყო და მაგალითად მე-20 საუკუნეში ხო იშვიათია სასწაული. მაგრამ რადგან ათეისტური პერიოდი მომრავლდა ძალიან რაღაცა, მუნიოსის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ღმერთმა მოახდინა სასწაული. ხო გახსოვთ ეგ რა სასწაული აუცილებლად წაიკითხე. ეხლა ადვილია შეხვალ დაგუგლა მუნიოსის ეს იყო ესპანელი მართლმადიდებელი, რომელმაც ათონზე წამოიღო ივერიის ღვთისმშობლის, ქართული ღვთისმშობლის ხატი და ამ ხატმა ისეთი სასწაულები მოახდინა მთელ მსოფლიოში, რომ ძალიან ბევრი მოიქცა მართლმადიდებლობაზე და ამ დისთეიფს ვეძახით თუ მოკლედ ანტიქრისტიანულმა ძალებმა მოკლეს მუნიოსი და გაიტაცეს ეს ხატი. გამიგე? ესე იგი, რას ვამბობ ამ? როცა საჭიროა ღმერთი ისევ გამოაქვს. მაგალითად, აქეთ რო იყო კომუნისტების დროს, უკვე ათეიზმი ზენიტში, ღმერთმა ზოია მოავლინა სამარაში. მაშინ სხვა სახელებმა კუიბის შევლენი. სამარაში ხალხო სასწაული მოხდა ქვეყნის დასაბამიდან ვიდრე 1946-მდე ეგეთი რამე არ მოხდა შუა კომუნისტების SSR-ის შუაგულში. 45 დღე როცა შეურაცხო ხალხი ხატი ნიკოლოზის ზოია, ცეცხლი გადამოვიდა ზეციდან 1 იანვარიდან
და გააშეშა ზოია და გაგაქვალდა მარმარილო ვერ მოჭრეს ვერ ხერხავდა ვერაფერი მთელი იატაკი სასწაული უდიდესი და ვიდრე აღდგომამდე 45 დღე იყო ესე შეუძლებელი ხო ღვთის სასწაული ნიკოლოზის გამიგე აქეთ ეს სასწაული მოახდინა იქი დასავლეთში ღმერთმა ის სასწაული მოახდინა რომ გამოვიდა წიგნი დოქტორ მოვდის სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ და პირდაპირ დაფუძნებული იმაზე მეცნიერულად პირდაპირ დამტკიცებული რომ ის ქვეყანა არსებობს და ძალიან ბევრმა წაიკითხა და ძალიან ბევრი მოუბრუნდა რელიგიას დასავლეთში ეს ხდება ღმერთი რომ ვინმე არ დაიკარგოს ვინც მაძება ვინც ეძებს ღმერთს გამიგე ესეთი რაღაცები ხდება და მოკლედ ჩემო არაჩვეულებრივ ხალხო ესე არის ცხოვრება ჩვენ მარადიულს ვეძებთ აუცილებლად ეს ყველაფერი დამთავრდება მეორედ მოსვლით და აუცილებლად იქნება როგორც პეტრე და როგორც მინდა წერილში პირდაპირ წერია აუცილებლად იქნება ახალი ცა და ახალი მიწა ანუ რაღაც სასწაული მოხდება და დაიწყება მაგრამ ჯერ ვინც გარდაიცვალა ღმერთთან სამოთხეში მაგრამ მე იქნება რაღაც სასწაული წმინდა მამები ამბობენ რომ ხომ იცი თქვენ ისეთი galaktikebia ისეთი სიშორია ისეთი ვარსკვლავებია იფიქრებ რა საჭიროა ეს ყველაფერი და წმინდა მამები ამბობენ რომ ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ ამას ყველაფერს ღმერთი გარდაქმნის ახალცად და ახალ მიწად ეს ხომ მშვენიერია ის თურმე სასწაული გამიგეთ ჩემს და აპოკალიფსი 21 თავში მკითხულობ ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახტა ვიხილე წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმი რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა რომელიც ამბობდა აჰა სავანე ღვთისა კაცთა შორის და ის დაიმკვიდრებს მათ შორის ისინი იქნებიან მისი ერთი ელი და თვით ღმერთი იქნება მათთან გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას მე მისთვის ღმერთი ვიქნები ის ჩემთვის ძე იქნება ჩემო ძვირფასებო ზოგი ამბობს უსამართლობა ამ ქვეყნიური რო იყოს მარტო შეიძლება ვიღაცა იფიქროს უსამართლობა მარად კიდე კაი რო ღმერთი მარადიულს გვაძლევს და მარტო ამ ქვეყნიურს არ ხო მაგით დამთავრდება ხო და ამ ქვეყნად ახლა ჩვენ ხედავთ ბევრი კარგი სახლი შენდება ზოგი ამბობს რატო არა მაქვს ეს კარგი სახლი გახდი ქრისტიანი და მემკვიდრე იქნები ღმერთის ჩემო ძვირფას იცხოვრე ეკლესიურად და ხო გახსოვ თომა მოციქულმა რო დაარიგა მეფის ინდუეთის მეფის ოქრო ვერცხლი ღარიბებში და მეფე სიკვდილი დაჯობდა თომას და მე სიზმარი ნახეს ხო ძმა რომ აი ამ ფულით ამ მოწყალებით იქ სასწაულის სასახლე აუშენდა გამიგე და როდესაც ეს სასახლე იხილა მეფე სიზმრისეულ ჩვენებაში თქვა რომ მე არაფერი არ მინდა თომა გაანთავისუფლო ის სასახლე ჩემია თუ ქრისტიანულად ცხოვრობს ეკლესიურად ადამიანი ზეცაში ინახა იშენებს არ ნახობს სახლს იშენებს იმიტომ რომ წარმოიდგინეთ იმ სახლს აშენებს ღმერთი ხო აქ ვის უნდა აშენებს მუშებს და ვიღაცებს და ალახი უნდა ზილონ და იქ ეხა ღმერთი რას აგიშენებს რა სავანე მამისა ჩემისა სახლში სავანე მრავალ არიანო ამბობს უკან ასე რომ ღმერთი და უსამართლობა არ არსებობს ესეთი რა ჩვენთან არსებობს დიდი ჯვარი გამოიტანეთ სამშაბათს იქნება ვიფრიანე და იუსტინეს ისა პარაკლისი იქნება